პოლიციაში მუშაობა დავიწყე 2008 წელს და მუშაობდი 2012 წლის 21 სექტემბრამდე. მე ვიყავი უბნის ინსპექტორი გამომძიებელი, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი. ჩემი სამსახური ჩემთვის დღემდე იყო ყველაფერი, იმიტომ რომ მე მიყვარს და ჩემი სამსახური, მე ვამაყობდი ჩემი სამსახურით, მე ვამაყობდი რომ ვიყავი პოლიციელი, ვემსახურებოდი პირნათლად ქართულ ხალხს, ჩემს ყაზბეგს ვემსახურებოდი, მაგრამ მოხდა ისე რომ აი ამ ყველაფრის მიერ რაც გავიდა ტელევიზიით კადრები, ეს ჩემთვის უკვე ძალიან დამამცირებელი როგორც ქართველისთვის, როგორც დედისთვის, როგორც თუნდაც პოლიციელისთვის და მე მივიღე გადაწყვეტილება რომ დამეტოვებინა ჩემი სამსახური. პროტესტი გამოვხატე იმის მერე, როცა პატიმრებმა აშკარად თქვეს, რომ მათთან მიდიოდა ახალაია, მათთან მიდიოდა კალმახელიძე და უშუალოდ ისინი ღებულობდნენ მონაწილეობას აი ამ საშინელი ფაქტებში და მე უკვე აღარ მქონდა უფლება იქ დარჩენის. ნამდვილად მორალური უფლება აღარ მქონდა და ამიტომ გადავწყვეტე მე წამოსვლა. მე ახლა ვიხდიბოდი მთელი საქართველოს წინაშე, რომ მე ეს თუნდაც რამოდენიმე დღე მე რქვა ბაჩუ ახალაიას პოლიციელი. ამასთვის გადაწყვეტილება მივიღე გუშინ საღამოს და შუაღამისას 3 საათზე დავტოვე პოლიცია და წამოვედი. გაგებით მოვეკიდნენ ყველანი, მითხრეს რომ პატივცემენ ჩემ გადაწყვეტილებას და მე უფლება მაქვს მოვიქცე ისე, როგორც ჩემი სინდისი მკარნახობს. დავწერე პატაკი, სადაც მივუთითე რომ მე სოლიდარობას ვცხადებ პატიმრებს და პროტესტის ნიშნად ვტოვებ სამსახურს. პატაკი დააკმაყოფილა ჩემო ხელმძღვანელობამ და მე წამოვედი სამსახურში. დადგომას ვაპირებ იქ, სადაც ჩემი ქართველი ხალხი დგას. ჩემი საქართველოს გვერდზე ვაპირებ დადგომას და იქ ვაპირებ დადგომას, სადაც ჩემ საქართველოს ტკივა და სადაც უჭირს. ალო. გამარჯობათ ბატონო ირაკლი. მე მანანა ვარ, საინფორმაციო სააგენტო ინფოცხრი ჟურნალისტი. გისმენთ აბა? მაინტერესებს ქალბატონმა დოდო ჩოჩოშვილმა დატოვა თუ არა სამსახო თანამდებობა დღეს? კი, როგორ დატოვა დღეს? მიზეზი ხომ არ იცით? მიზეზი ხელმძღვანელთან ქონდა ის შეხება და ზუსტად ახლა გავარკვე, არ ვიცი ზუსტად. ანუ რომ ოჯახური პირობების გამო თუ ისი გამო არ ვიცი, მაგრამ რომ დატოვა ვიცი, იმიტომ რომ ბრძანება მოვიდა უკვე განთავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. მაგრამ მიზეზი არ ვიცი ახლა ამ წუთას, მაგრამ შემიძლია გავიგო, ჩვეულებრივად არ არის პრობლემა.